მე მინდა გაგაცნოთ გზავნილი და მთავარი ლოზუნგი, რომელიც აქვს კახელებს და ქიზიყებს, ალბათ კადრშიც ხედავდა მაყურებელი, რომ ძალიან მარტივად გამოხატავენ საკუთარ მთავარ სათქმელს, დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ. ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც აქვს კახელებს და ქიზიყელებს, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ აქ ისევე როგორც სხვა კუთხის წარმომადგენლები წინა დღეებში და მსვლელობას გამართავენ დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ, მივლენ პარლამენტთან და დაელოდებიან უკვე 9 საათს, სადაც როდესაც უკვე პრეზიდენტი მიმართავს იქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით. მე მინდა გაჩვენოთ და ალბათ კადრშიც ხედავდა პირდაპირ ეთერის მეშვეობით მაყურებელი, რომ განსაკუთრებული სიმრავლეა დღევანდელ მსვლელობაზე და მარშზე საპროტესტო ბანერებისა და საზოგადოება დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით განსაკუთრებულად ელოდა სწორედ კახელების და ქიზიყელების ბანერებს, რომლებსაც ადევნებს ახლა მაყურებელი პირდაპირ ეთერში თვალს და ოპერატორს ვთხოვ, რამდენადაც იქნება საშუალება ახლოდან ვაჩვენოთ ბანერები, ვაჩვენოთ ის მთავარი გზავნილები, რომელსაც ნახევრად იუმორით, სარკაზმითაც გამოხატავენ აქ შეკრებილი მოქალაქეები საკუთარი საპროტესტის გამოსახატავად. გიორგი უშიკიშვილს ხედავ, მას გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ. კითხავთ, 25 დღე არის პროტესტის, მუხტი არ იკლებს, პირიქით იმატებს, რა აძლიერებს ამ მუხტს თქვენ როგორ ფიქრობთ და საბოლოოდ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას? როგორც ეს საქართველოს, ასევე კახელებსაც გვინდა ახალი არჩევნები და მე ძალიან მომწონს ეს კუთხეების მიხედვით აქციები, იმიტომ რომ იცი რა არის მსვლელობები, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთსგან კი გავსხოვდებით სხვა კუთხის შვილები, სხვადასხვანაირი სიმღერა გაქვს, სხვანაირი ისა გვაქვს სამზარეულო გვაქვს, სხვანაირი ტრადიციები გვაქვს, მაგრამ ღირებულება ყველას გვაქვს ერთი, ანუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში. შესაბამისად, რაც მალე იქნება არჩევნები, მალე დამშვიდდება სიტუაცია, ნაკლებად გაღარიბდება ქვეყანა, ნაკლებად ადამიანი დაზარალდება და ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები. დიდი მადლობა გიორგი უშიკიშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, თქვენც კითხავთ, თქვენ რა გაქვს? თქვენი მთავარი სათქმელი რა იქნება? დღეს ბევრი წერდა და აქაც ბანერი ვნახეთ, რომ გურჯაანელები და თელაველებიც კი ერთად დგანანო. ეს ნახევრად ხუმრობით ალბათ, თუმცა რასაც ვხედავთ საპროტესტო აქციებზე, როცა ყველა კუთხე, ყველა ადამიანი დგას ერთად. ეს როგორ გაგრძელდება უკვე პოლიტიკურად, როცა დღეს ველით უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვასაც? რა თქმა უნდა, კახეთის არის მთელ საქართველოსთან ერთად, ძალიან ბევრ კახელს მოპარეს და წაართვეს ხმა. აქედან გამომდინარე, კახელების მთელ საქართველოსთან ერთად ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ვინც ამის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ჯობს რომ ძალიან ადრე მიიღოს, იმიტომ რომ ამის რაც უფრო ადრე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ნაკლებად დაზიანდება ჩვენი ქვეყანა და მათთვისაც უკეთესი იქნება. დიდი მადლობა პარტია ახალის ერთ-ერთ წევრს გიორგი ღვინიაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მე მინდა ისევ გაჩვენოთ ბანერები, რომლებიც საკმაოდ მრავლადაა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე. ხედავთ მთავარ მოთხოვნებსაც, რომელიც დაკანილია ბანერებზე ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში დააკავა რეჟიმმა უკანონოდ. აი, ხედავთ ალბატონს, რომელსაც აქვს მოტანილი ქლიავი და წარწერა იგილოქალს რეჟიმით ვერ შეაშინებს. თქვენი მთავარი სათქმელი კიდევ ერთხელ გითხარით ამ პერფორმანსისად რისით მახსოვს? ამ პერფორმანსით მე მინდა უთხრა, რომ მე როგორც ერთი იგილოქალი უშიშარი ვარ, არ მეშინა ვიბრძოლებ რეჟიმის წინააღმდეგ, რათა დავასრულოთ ეს უზურპატორი მთავრობა, უზურპატორი ხელისუფლება, რომლებმაც მიიტაცეს ჩვენი ქვეყანა, უამრავი ჩვენი ახალგაზრდა ცემეს და დაასახიჩრეს, ყავს უამრავი პოლიტპატიმარი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, აუცილებლად უნდა მოხდეს დამსჯელი რაზმის ყველასი გასამართლება საერთაშორისო სასამართლოს მიერ და აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რათა ჩვენ ისევ ევროპული მომავლისკენ გავაგრძელოთ სვლა. ეს არის ჩემი პერფორმანსი, ქლიავი ნიშნავს, რომ როგორც ინგილოქალმა ერეკლე მეფეს თავზე დააყარა ქლიავი, ასე მინდა მე ქლიავით, შიშველი ხელებით, მხოლოდ ქლიავით, მინდა რომ ვესროლო ჩვენს უზურპატორ მთავრობას და უთხრა, რომ დასრულდით, დამთავრდით, თქვენი არ გვეშიდია. დიდი მადლობა. აი ჩემს კოლეგასაც ხედავ, დავით ჭაბაშვილს, შენც კითხავ, დავით, ხედავთ ბანერი, რომელიც მოტანილი გაქვს, სათქმელი მანდაც წერია შენი, თუმცა კიდევ ერთხელ გვითხარი, რას ეტყვი ხელისუფლებას არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ხო, თანამობენ რომ აქციის მონაწილეები ტანსაცმელი სიცულიან და ბევრდებიან და მეც ბანერს ვსვლი, მინდა იქით გადმოვატრიალებ, მინდა აქეთ. მოკლედ, რატომ ვართ აქ? კახეთმა გავიღვიძეთ.
ერთეულები აქამდეც გვეღვიძა, მაგრამ ახლა უკვე ქვეყანას ისე სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, რომ გავიღვიძეთ, ჩამოვედით და უნდა უთხრათ, რომ ახალი არჩევნები და ყველა უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ვეღარ მოგვატყუებენ ვერც ევროპასთან დალაგებით, ვერც ამერიკასთან დალაგებით და ჩვენ მივდივართ წინ კახელები ახლა შევერთებით აქციას პარლამენტთან. დიდი მადლობა, მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება, უკვე ჩამოსულია სანაპიროზე აქ ყოფი მოქალაქეები, სავარაუდოდ როგორც არის ცნობილი, დავრცელდება ინფორმაცია, ეს მოქალაქეები სავარაუდოდ შეივლიან პრეზიდენტის რეზიდენციასაც სოლიდარობის ნიშნად მივლენ ორბელიანების სასახლესთანაც და დღეს ბუნებრივია ყველა აქ შეკრებილი მოქალაქე და სხვა ადამიანებიც, რომლებიც აპირებენ რომ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, ელოდებიან პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. ვხედავთ კიდევ ბანერებით ადამიანებს, თქვენც კითხავთ, თქვენი მთავარი სათქმელი რა არის და კითხავთ იმასაც, თქვენი შეფასებით რა აძლიერებს ამ პროტესტს, ამ მუხტს, რომელსაც ჩვენ 25 დღეა უკვე უწყვეტად ვხედავთ. რა აძლიერებს ერთიანობა, იმიტომ რომ მახსოვს წინა გამოსვლები, წინა ჩვენი ყველა აქცია და ეს აქცია არის ყველაზე ერთიანი, იმიტომ არავინ არ ჩერდება და მგონია რომ არც გაჩერდებიან. დიდი მადლობა, საპროტესტო მუხტი ნამდვილად არ იკლებს, პირიქით იმატებს და 25 დღეა ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტ ადამიანს ვხედავთ დედაქალაქის ქუჩებში. აი ეს ბანერი მინდა ვაჩვენო პირდაპირ ეთერში მაყურებელს, გურჯაანი თელავი, ერთად გავართ, თქვენ კიდევ რამის იმედი გაქვთ. ამას ბევრი წერდა გუში სოციალურ ქსელში, რომ გურჯაანი და თელავი თუ ერთად დადგებოდა, მაშინ ხო, შანსები არა, თქვენც ასე ფიქრობთ. საჩვენებს აი ამდენი მოქალაქე ყოველდღიურად დედაქალაქის და არა მხოლოდ დედაქალაქის ქუჩებში. რავი, ძალიან ელემენტარულ სიტყვას მე მგონი და აი ყველაფერი გჭირდება. როგორც ეს მოლოდინები არის იმისა, რომ აქ შეკრებილი მოქალაქეების და მათ შორის ყველა იმ მოქალაქის, რომელიც უკვე თითქმის ერთი თვეა უწყვეტად იბრძვის სახელმწიფოებრიობის დასაცავად და ქვეყნის ევროპული ინტერესების დასაცავად, მათი მოთხოვნები აუცილებლად იქნება შესრულებული და ახალი არჩევნები ქვეყანაში დაინიშნება. მნიშვნელოვანია და ყველა ელოდება იმ გზავნილს, რომელიც ექნება დღეს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ზუსტად 9 საათზე მიმართავს რუსთაველის გამზირზე კრებილ მოქალაქეებს. მსვლელობა დაიწყო დღეს აქ ერეკლე მეორის მოედანზე, უკვე ჩამოვიდნენ მოქალაქეები სანაპიროზე და ცოტა ხანში ისინი დაიწყებენ მსვლელობას პარლამენტის მიმართულებითაც და როგორც უკვე გითხარით და აქ გაჟღერდა ინფორმაცია, სავარაუდოდ ეს ადამიანები მივლენ მათ შორის გზად ორბელიანების სასახლესთანაც.